ბატონო ირაკლი, რას ფიქრობთ დღევანდელი საქართველოს პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე? სოციალური მდგომარეობა მეტისმეტად მძიმეა ჯერჯერობით იმდენად, რამდენადაც როგორც ყველა ამბობს, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობის დიდი უმრავლესობა ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბეში და ეკონომიკურ სიდუხჭირეში და სივიწროეში. რაც შეეხება პოლიტიკურად საქართველო არის უფლებრივად დამოუკიდებელი სახელმწიფო, მისი დამოუკიდებლობა აღიარებულია მსოფლიოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა და ყველა სახელმწიფოს მიერ. საქართველოს როგორც სახელმწიფოს აქვს მოპოვებული და დამკვიდრებული ყველა ის ატრიბუტი, რაც განაპირობებს ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნულ თავისუფლებასა და სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, უბრალოდ სასურველია და აუცილებელიც არის ქვეყანას ჰყავდეს უფრო უკეთესი ხელისუფლება. ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯებიდან რა მოგწონთ? ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯები უპირველეს ყოვლისა მოწონს ეროვნული გამოცდები. აი მე დავდექება, მე მაქვს მაგალითი და პირდაპირ მინდა გითხრათ გულწრფელად, რომ სანამ ეს ხელისუფლება მოვიდა, შეწუხებული ვიყავი. მე როგორც ცნობილი ადამიანს, ბევრი ადამიანი მაწუხებდა, რომ იმასთან მივყავი, ამასთან მივყავი და ესე იგი არ არსებობდა წელიწადი, რომ ყველა მეტნაკლებად ცნობილი ინსტიტუტში კვოტა მქონდა ადამიანების, ვისთანაც მივდიოდი და ოღონდ პირობა იყო ასეთი, რომ ბავშვი ცოტათი მომზადებული ხარ, თან დებლის და იმას ვიყავ, მე ხო ფულს არ ვიღებდი, ეგეც საკითხებში მაგას ხო არ ვიკადრებდი და ანუ შეწუხებული მყავდა რექტორები, დავისვენე რა. არავინ აღარ მოდის, შენ მიხარია. აი ეს მომწონს, რომ გამოცდებში პროტექცია და კორუფცია აღარ არის. მომწონს ის, რომ პოლიციას უკეთესად აცვია, უკეთესი შეიარაღება აქვს, უკეთესად გამოიყურება ქართული არმია. თუმცა ეს რადგან არ არის პირადად ჩვენთვის დამოუკიდებელი, რომ ჩვენ სულ სხვა მასშტაბის, სულ სხვა ხარისხის და სულ სხვა დონის შეიარაღება გვჭირდება. ელემენტად რო შეყვარ სახელმწიფო დაწესებულებებში საღორას აღარ აგავს რა, ყველგან არის კომპიუტერი, ევრორემონტი და ამას სააკაშვილი რო წავა საფრანგეთში ხო არ წაიღებს. ქართულ ოპოზიციაზე რას ფიქრობთ? ძალიან სუსტი ოპოზიცია. და არ გამოვიცვა ნაწილი მიყიდულიც არის ზოგი რუსეთს და ზოგი ხელისუფლებას. თუმცა მე მაინც მიმოჩნია, რომ ეგენი ღალატებსაც არიან დამდგარი, იმიტომ რომ ხმამაღლა აცხადებენ, რომ ომი დაიწყო სააკაშვილმა. როგორც შეიძლება იმ ადამიანს დააბრალო ომის დაწყება, რომელი ომის დაიწყო იმ ადამიანის დაბადებამდე სულ ცოტა 50 წლით ადრე. სულ ცოტა. მოწმინდეს რუსეთს ნამუსი, გასული ნამუსი და აქ იმაზე კი არ ლაპარაკი რომ სააკაშვილი შეიცვალოს კი ბატონო, მაგრამ შეიცვალოს ჯანსაღი ეროვნული პოზიციებიდან და არა მტერთან სამარცხვინო დათმობებისა და გარიგების ხაზზე. მე რომ მკითხო, მე რომ ვიყო პრეზიდენტი, მასეთ ოპოზიციას, რომელიც ჩემი ქვეყნის მაოკუპირებელ სახელმწიფოს, ჩემი ქვეყნის დამპყრობლე სახელმწიფოს მეტაურებს შეხვდება, მე სულ ყველას დავიჭერდი აუცილებლად, ულაპარაკოთ. გავიც აი ახლა ამდენ ოპოზიციას, ასაც უყურებ, თუ გაერთიანებიან ირაკლი ალასანია, დათო გამყრელიძე, აი ეს პარტიები, თქვა ეროვნული მოძრაობიდან მათთან თუ დადგება ვაჟა ადამიანი და მერე პოსტავას საზოგადოება, ეროვნული დემოკრატიული პარტია, იგივე ქრისტიან დემოკრატები თუ მოახერხებენ გაერთიანებას, შედარებით უფრო სოლიდური ძალა ჩამოყალიბდება. წეგან თქვით, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლები არიან პრორუსული და რუსეთის ეგრეთ ვინ არის? და აი რა გაძლევთ ამ ადამიანის გარდა და ახლების გარდა. რა ვიყავ მოსკოვში ხო ჩადიან. კოტეს ხო ხდებიან. ყველას არიგებს ისინი. არის ისეთი ვინც შეხვდნენ, არის ისეთი ვისაც უნდა, მაგრამ ნუ იმან არ მიიღო. ამ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს? ხო და რა ვიცი ხა მე არ მიმოჩნია რომ დღეს ერთ-ერთი ძალა ვისაც აქვს უფლება რომ რუსეთს დაელაპარაკოს, ხელი მე რომ მაგალითად რუსეთთან კი არა, ცოტა არ არის თუ როცა სანამ არ მოხარ ხელისუფლებაში, უცხო სახელმწიფოს მეტაურებს არ უნდა შეხვდე. ეს ცოტა არ იყოს უხერხული. ამდენ აქციებს ამართლებთ? აქციები უფრო მეტი უნდა ტარდებოდეს, ოღონდ აქცია არ უნდა იღებდეს დესტრუქციული ხასიათის, რომ აქციები ჭირდება საქართველოს, რომ ხელისუფლება ოღონდ ჭირდება ძალიან კონკრეტული მოთხოვნებით. მაინც ამის მოთხოვნებით კი არა, გინდა თუ რამე შეწავიდეს. მოთხოვნებით თქვა, რომ გააიაფეთ წყალი, გააიაფეთ დენი, ცხოვრია ჩვეულებრივი ასე იგი შეუვალი სამართლიანი მოთხოვნები, ეკონომიკური, სოციალური ხასიათის, ეროვნული ხასიათის, პოლიტიკური ხასიათის. აქცია უნდა იყოს ქვეყანაში. აქცია ყველგან ტარდება, მაგრამ რა ასე წინასწარ რევოლუციის დაანონსება და
შემდეგ იმედის გაცვლება ცოტა ეს არის უხერხულია ყველაფერს თავი დავანებოთ. 21 მაისს დაგეგმილ აქციაზე რას ფიქრობთ? ვერაფერს. რა უნდა გითხრათ? გათენდება 21 მაისი და მე დაველოდები 21 ივნისი გათენდება მიხეილ სააკაშვილთან ერთად თუ მიხეილ სააკაშვილის გარეშე, მაგრამ ამდენი ბაქიბუქის შემდეგ თუ 21 ივნისი საქართველოში ისე მიხეილ სააკაშვილთან ერთად გათენდა, აი ამ 21 მაისის აქციის ინიციატორებს სირცხული თავი არ ექნებათ გამოსაყოფი. ასაც ესენი ტრაბახობენ და ასაც ესენი ბაქიბუქობენ, მართლა რაღაცა უნდა მოახდინონ. მე არ მჯერავს ამის. მაგრამ ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს საქართველოს ინტერესების საკეთილდღეოდ, რა თქმა უნდა. მე მაინც მგონია რომ ეს 21 მაისის ინიციატორები რატომაც მგონია რომ რუსეთიდან იმართებიან და რუსეთის იმედი აქვს და აი ამ ხრივ ჩემთვის მიუღებელია. მაგრამ მე ნინო ბურჯანიძეს არ მომწყუნებ იმაში რომ ის სააკაშვილის გადაყენებას ვითხოვს, მაგრამ აი რუსული პოლიტიკა ნაწობა და რუსეთის იმედი აქვს, აბა ეხლა რანაირად გადააყენებს სააკაშვილს თუ რუსეთის ჯარი არ ჩარი. აი ეხლა 9 მილიონი კაცი ნამდვილად არ გამოვა. სააკაშვილის გადაყენება დღეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ მართლა აი მთელი თბილისის ქუჩები გაივსება საპროტესტო მიტინგებით და რომ გამოდიან ეს უნამუსები და იცახე რომ 100,000 კაცი იყო. 100,000 კაცი იცი რას ნიშნავს? და 150,000 კაცი. აი თავისუფლების მოედანი თავიდან ბოლომდე რომ გაივსება რუსთაველის მოედნისა და რესპუბლიკის მოედნის ჩათ, აი ეგ არის რომ დადგება ამდენი ხალხი ერთ ადგილზე. ისე კი არა რომ იმოძრაობს. რომ მოძრაობს ადამიანი შეიძლება 1000 კაცი ისე გაიწიოს და დაიკავოს უზარმაზარ ტერიტორია. აი მჭიდოთ რომ დაიკავებს. აი ეს არის 100 მე ეს ყველაფერი მაქვს გამოანგარი მეტი რა საქმე მქონდა. აი ეს არის 150,000 კაცი. როდესმე ახსოვს საქართველოს ისეთი პოლიტიკური დემონსტრაცია, სადაც ამდენი ხალხი გამოვიდა რომ რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი, რესპუბლიკის მოედანი თავიდან ბოლომდე გადაივსო. არ ყოფილა. აი ეგ არის 150,000 კაცი. ამდენი ხალხი თუ გამოვა, წამსვლელია ეს ხელისუფლება და 20,000 და თუნდაც 50,000 კაცის გულისათვის სააკაშვილი არ გამოვიდა. 50,000 სააკაშვილი მარტო საყვარელი ხავს. დაუძახებს ყველა თავის მეწავს და ჩაატარებს მიტინგს და კანონში არცერია ის რომ სააკაშვილის საყვარელი არ არის მოქალაქე და იმის ხელისუფლება არ აქვს. ასე რომ 50,000 და ყველა არაქართული მოსახლეობის დიდი ნაწილი სულ ყველა მაგის მომხრია. ეს გაითო თუ არ არის მაგას დაუჭერს. ასე რომ ესე მარტივად არ არის. ესე იგი ეტყობა ამათ აქვს იმის იმედი რომ რაღაც პროვოკაციას გაითამაშე. მე ძალიან მინდა რომ ცდებოდე, ძალიან მინდა რომ ეს ბრალდება ბურჯანის მიმართ იყოს ტყუილი, იმიტომ რომ ნამდვილად არ მინდა ნინოზე ცუდი წარმოდგენა მქონდეს, მაგრამ ასეთი ეჭვები მაქვს. რომ იმუქრებიერი შეგი ვიღაცის იმედი აქვს, ხო? აბა როგორ ხარ? ჯგუფში გია ბურჯანაძე, შეფეთულთა რაზმები, მიხეილ სააკაშვილის სპეცნაზლებს უბრალოდ ვერ მოერევიან. გამორიცხულია ეს, მაგრამ არ გამოურიცხავს, შეიძლება მე არ ვიცი და ჯარში, პოლიციაში გადაიხადეს ფული და თვითონ პოლიციის და ჯარისში არეულობის იმედი აქვს და რაიც ყველაფერი შეიძლება თეორიულად წარმოიდგინო, მაგრამ რასაც უყურებ, ეხლა მე არ მაქვს ასეთი ექსცესების მოლოდინი, შვიდათ ავარ. გეგმები თუ გაქვთ პოლიტიკური გეგმები? მე ეხლა უფრო მაქვს გეგმები შემოქმედებითი თვალსაზრისით, წიგნები მაქვს გამოსაცემი, როგორც პოლიტიკური ხასიათის, ისე მხატვრული თვალსაზრისით, ისე სამეცნიერო ხასიათის ვთქვათ, ძალიან ბევრი სტატია დამიგროვდა, ძალიან ბევრი ლექსი დამიგროვდა და აი ამ მხრივ მაქვს აქტიური ცხოვრების გეგმა.